იმის გათვალისწინებით, რომ ამ სეზონზე თაფლი ყველას მომარაგებული გვაქვს, მოვამზადოთ ყველაზე ბიუჯეტური მზესუმზირის გოზინაღი. გამოვიყენე 500 გრამი მზესუმზირა, რომელშიც გადავიხადე სულ რაღაც 3 ლარი. მოვხალოთ წინასწარ გახურებულ გრილში 4 წუთი. ტაფაზე გადავიტანოთ ნატურალური თაფლი, გამოვიყენე 250 გრამი. ავადუღოთ და შევაგრილოთ. ამ ყველაფერს ვიმეორებ 3ჯერ. ავადუღებთ, შევაგრილებთ და მეოთხედ უკვე ვამატებ მარილს და ასევე 2 სუფრის კოვს შაქარს. შაქარი რომ კარგად გადნება, გადავიტანოთ მზესუმზირა და კვლავ მოვხალოთ 5 წუთი, სანამ არ მივიღებთ ოქროსფერ შეფერილობას. ხის დაფა დავასველოთ და გადავიტანოთ გოზინაღი. მივცეთ სასურველი ფორმა და დავჭრათ. გაითვალისწინეთ, რომ უნდა დავჭრათ თბილ მდგომარეობაში და არა ცხელი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ფორმა უნდა მიცეთ სველი ხელებით. დამერწმუნეთ, ძალიან გემრიელია, ზუსტად ისეთი სტრუქტურის, როგორიც უნდა გქონდეს ნამდვილ გოზინაღს, მოამზადეთ და გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.